მშვიდობებით და პირდაპირ ეთერში საუბარს განაგრძობს გიორგი ჩუბინიძე, რომელიც უფრო მეტს მოგიყვებათ იერუსალიმში განვითარებული პროცესების შესახებ. დავუბრუნდით იერუსალიმს პირდაპირ ეთერს და იმ პროცესს, რაც ახლა ქრისტეს ტაძარში ხდება. კუვუკლიასთან პატრიარქი თეოფილოს მესამე ჯერ არ შესულა კუვუკლიაში, მიემართება იგი და ემზადება შესასვლელად კვლავ და ხალხის მოლოდინიც, რა თქმა უნდა, უფრო გამძაფრებულია, ელოდებიან, ასე ვთქვათ, რიტუალის აღსრულების კულმინაციას, რასაც ქვია პატრიარქი, რომ გამობრძანდეს, ასე ვთქვათ, უკვე სანთლებით ხელში და ეს ცეცხლი გადაანთოს და გაუზიაროს ტაძარში მყოფ მორწმუნე ქრისტიანებს. ჩვენ საუბრობდით ამავდროულად პარალელურად საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხებზე და ვახსენეთ ის, რომ ხო საქართველოს ეკლესია 1811 წელს დაკარგა ავტოკეფალია რუსეთის იმპერიის, ასე ვთქვათ, ნებითა და სურვილით. და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ანტონ მეორე იმ დროს გადასახლებულ იქნა რუსეთში და მას სამუდამოდ აეკრძალა საქართველოში დაბრუნება. ანტონ მეორე უკვე იქ რუსეთში გარდაიცვალა, უკვე მას აღარ ჰქონდა პატრიარქის უფლება-მოვალეობები და საქართველოს ეკლესიას მართავდნენ ეგზარქოსები. პირველი ეგზარქოსი ვარლამი იყო ეთნიკურად ქართველი, თუმცა რუსი საეკლესიო მოღვაწე და შემდგომში უკვე ყველა სხვა ეგზარქოსი ავტოკეფალიის აღდგენის დღემდე იყვნენ ეროვნებით და ეთნიკურად რუსი ეგზარქოსები და ისინი მართავდნენ საქართველოს ეკლესიას. ბევრი ტრაგედია ახსოვს ამ პერიოდში საქართველოს, ვინაიდან ეგზარქოსების ქონება რატომღაც მდიდრდებოდა საქართველოს ეკლესიის გაღარიბების ხარჯზე და 1918 წელს, 1917 წელს, როდესაც უკვე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა და კირიონ მეორე გახდა კათოლიკოს პატრიარქი, ბუნებრივია კირიონ მეორის მიმართ, ასე ვთქვათ, მრავალმხრივი აგრესია და ბრძოლები წარიმართა და სწორედ ეს პროცესი დასრულდა 1918 წლის ივნისში მისი მოკლით, ანუ კირიონის მოკლით. ხო, პატრიარქის თეოფილოს მესამეს კუვუკლიაში შესვლის პროცესი, ასე ვთქვათ, ჩანს ახლა პირდაპირ ეთერში, მისი განმოსვა ხდება, ანუ ის შესამოსელი, რაც ვთქვათ, მას კუვუკლიამდე მისვლამდე ეცვა, უნდა განიძარცვოს, ძველი ქართული სიტყვით რომ ვთქვათ, რაც ასე ვთქვათ, საეკლესიო ტერმინოლოგიაში არის დღესდღეობით მიღებული. ის ყოველგვარი ამ ვთქვათ ზედმეტი ნივთების გარეშე, ასე ვთქვათ, ზედმეტი ჭყალებში იქიდან გამომდინარე, რომ ანუ არ შეიძლება პატრიარქის სხვადასხვა ატრიბუტიკით, საეკლესიო ატრიბუტიკით შესვლა ქრისტეს საფლავის ადგილას და ხდება მისი განმოსვა იმ ზედმეტი, ასე ვთქვათ, ფორმებისგან, რომელიც მათ შეიძლება ვთქვათ ეჭვი გააჩინოს, რომ მას რამე შეაქვს იქ, ანუ რამე სანთელი, ასანთებიან ასე შემდეგ. ის შეიტანს ან ჩამქრალ სანთლებს კუვუკლიაში და ამცნობს შეკრებილ მრევლს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს, ანუ ამ სიმბოლურ აქტის საშუალებით. კუვუკლის კარი იღება, პატრიარქი უკვე შიგნით არის, მას დაარაჯობენ სხვადასხვა ეკლესიის წარმომადგენლები, მათ შორის სომეხთა ეკლესიის წარმომადგენლები. ელოდებიან, რომ ცეცხლს გადმოაწოდებს პატრიარქი, გააუზიარებს შეკრებილ მრევლს და აი მორწმუნეთა ყიჟინა, ასე ვთქვათ,
ტაძარში ისმის, მათ შორის ქართველების ტაძარში სინათლე ჩაქვრა და ორიენტირებული და კონცენტრირებულები არიან შეკრებილები ცეცხლის გარდმოსვლის რიტუალზე და გადმოტანის რიტუალზე. ამ მსახურებით დიდი შაბათის, ესე ვთქვათ, ძირითადი ნაწილი სააღდგომო ლიტურგიაში დამთავრდება და უკვე მორწმუნე ქრისტიანები შეეგებებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს გახლავთ ცეცხლის გამობრძანება, ანუ სინათლის გამოტანა კოფუკლიდან ნიშნავს ქრისტეს კვლავ მარადიულობას, სინათლის გამარჯვებას სიბნელეზე და ეს სიმბოლური აქტი იმედი მაქვს, რომ იქნება გადამდები ქართული საზოგადოებისთვის, მართლმადიდებელი საზოგადოებისთვის, ნებისმიერი მოქალაქისთვის, ადამიანისთვის, ვისაც წამს და სჯერა იმის, რომ სინათლე ამარცხებს ყოველთვის სიბნელეს. აქ უკვე ერთვებიან, ასე ვთქვათ, შეკრებილი მრევლის აქტიურობას ხედავთ ხოლმე, როგორ არის ცდილობენ ყველა იყოს პირველი, რომელი აანთებს პირველი ცეცხლს და რომელი, ასე ვთქვათ, იქნება აი ამ პროცესში ერთ-ერთი პირველი, რაც ცოტა ზოგჯერ უცნაურია ხოლმე, მაგრამ ასეც ხდება უფრო მეტი მოლოდინია ცეცხლის ტაძარში, ცეცხლის გადმონთების, ასე რომ ვთქვათ. როგორც გითხარით, უკვე დღეს ხვალ, ანუ აღდგომის დღესასწაული არის განსაკუთრებული, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ორი დიდი კონფესია, მართლმადიდებლური ეკლესია და კათოლიკური ეკლესია ერთად აღნიშნავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, რაც საკმაოდ იშვიათი მოვლენა არის ხოლმე, აი წელს 2025 წლის 20 აპრილს ეს ორივე ეკლესიის აღდგომის დღესასწაული ერთმანეთს დაემთხვა და ამიტომ ესე ერთბაშად მთელი საქრისტიანო ეგებება ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ეს ძალიან განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი პროცესია. კადრებში მრევლის სიხარულს, როგორც ჩანს, ცეცხლის გამობრძანების პროცესი დაიწყო. ეს გახლავთ 15 საათსა და 36 წუთზე საქართველოს დროით იერუსალიმის ტაძარში მორწმუნე მრევლი გახდა თანაზიარი ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალისა. მე გილოცავთ თითოეულ თქვენგანს ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გისურვებთ ისევ იმას, რაც წერან გავიმეორე, რაც ვთქვი, რომ გისურვებთ, რომ სინათლეს გაემარჯვოს ყოველთვის სიბნელეზე და ჩვენს ქვეყანას უსურვებთ თავისუფლებას, ბედნიერებას, დემოკრატიას და წარმატებებს თითოეულ თქვენგანს. უფალი გფარავდეთ. ცეცხლის გადაზიარება ხდება უკვე მრევლში და ეს ცეცხლი ასე ვთქვათ ჩაუქრობლად ხდება მისი უკვე სხვადასხვა ქვეყნებში წაღება მრევლის მიერ, მათ შორის რა თქმა უნდა საქართველოში
და საქართველოს ტაძრებში მისი გააზიარება და გადანთება. რაც ადამიანთა და მორწმუნეთა ნაწილს გარკვეულწილად დიდი იმედსა და ძალას აძლევს ხოლმე, რადგან რისიც წამთ ადამიანებს ეს რწმენა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ფაქიზი თემა, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ამას ყველაფერს გავუფრთხილდეთ, პატივიცეთ და ვიყოთ უბრალოდ თანაზიარი სხვის სიხარულის, თუ ვინმეს რაღაც არ სწამს, იყოს უბრალოდ თანაზიარი ამ პროცესისა და მიულოცოთ ადამიანებს, ვისაც ეს უხარია, ვისაც ეს ბედნიერებას ანიჭებს და რწმენას მატებს. ქართული ხმებიც გვესვის და ერთმანეთის მიმართ მილოცვები კადრებში, რაც სასიხარულოა, რომ საქართველო ასეთი დიდი ოდენობით არის წარმოდგენილი. კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, სრულიად საქართველოს, სრულიად საქრისტიანოს მორწმუნე მრევლს, გილოცავთ კიდევ ერთხელ აი ამ მნიშვნელოვანი წლის და თარიღის აღსრულებას. მიხარია რომ წელსაც მომეცა საშუალება თქვენთან ერთად ყოფილიყავი. მე გიორგი ჩუბინიძე ვარ, ეს იყო ტელეპირონზე ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი და ვისურვებთ ბედნიერებას, რწმენით სავსე ცხოვრებას.